მოგესალმებით. დღეს გთავაზობთ e-commerce reviews შემდეგ ეპიზოდს და სტუმრად ვართ კომპანიაში, რომელმაც რადიკალურად შეცვალა მიტანის სერვისი. ეს კომპანია ასოცირდება სწრაფ მიტანასთან, ტექნოლოგიასთან და მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებასთან. კომპანია Volt-ი და ჩვენი სტუმარი არის გადაცემის თინა ბაღათურია, გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. გამარჯობა. მადლობა რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე და მაინტერესებს როგორ დაიწყო Volt-ის ასე ვთქვათ მოგზაურობა საქართველოში რა და როგორ მოერგო ის მომხმარებლის მოთხოვნას ასე ვთქვათ რა. კი ბატონო, მადლობა მოწვევისთვის და პირველ რიგში. რაც შეეხება Volt-ის გზას, 2018 წელს შემოვიდა საქართველოში. თავიდან იყო მხოლოდ რესტორნების მიტანის სერვისით ცნობილი და მხოლოდ თბილისში. მერე უკვე პანდემიის პერიოდში შეიცვალა რიტეილის მიმართულების განვითარებაც დაიწყო. დღეს უკვე ათასობით პარტნიორი ყავს როგორც რესტორნების, ისე რიტეილის მიმართულებით, ანუ აერთიანებს სხვადასხვა კატეგორიებს, ეს იქნება სუპერმარკეტები, აფთიაქები, თავის მოვლის პროდუქტები, ქიმწმენდის სერვისიც კი ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი არის დღეს უკვე Volt-ზე და თან თბილისის გარდა კიდევ 8 ქალაქში ვართ წარმოდგენილი, ფაქტობრივად ყველა რეგიონს ვფარავთ და მთავარი ჩვენი ზუსტად მოტივაცია არის ის, რომ მომხმარებელს შევთავაზოთ ხელმისაწვდომობა ყველა პროდუქტზე, რაც მათ ჭირდებათ, ეს იქნება რესტორანი თუ რიტეილი თუ რა კატეგორიაც არ უნდა იყოს და მოვიცვათ ასევე თითქმის ყველა დიდი ქალაქი საქართველოში. თინა, ამ პერიოდის განმავლობაში როგორ მოახერხა Volt-მა მომხმარებლის ნდობის მოპოვება და რით განსხვავდებით დაუშვათ სხვა მიტანის სერვისებისგან? Volt-ს გამოარჩევს მიტანის სწრაფი სერვისი, სანდოობა და მაღალი ხარისხი. იმიტომ რომ ჩვენთვის თავიდან მნიშვნელოვანი იყო პარტნიორების შერჩევის ნაწილშიც, რომ ხარისხიანი პროდუქცია შეგვეთავაზებინა ჩვენი მომხმარებლისთვის და ასევე მიტანის სერვისი ყოფილიყო მაქსიმალურად გამართული და ჩვენი მხარდაჭერის გუნდი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მზად არის დაეხმაროს ჩვენს მომხმარებელს, ეს არის ზუსტად რაც გამოარჩევს Volt-ს და მუდმივად ვცდილობთ რომ კიდევ უფრო მეტად დავხვეწოთ, განვავითაროთ ჩვენი სერვისი, რომ მაქსიმალურად მარტივი იყოს ჩვენი აპლიკაციის გამოყენება მომხმარებლისთვის. თინა, Volt-ი აღარ არის მხოლოდ საკვების მიტანის სერვისი. ის ფაქტიურად e-commerce-ის ეკოსისტემის დიდი ნაწილი გახდა. აი ამ მიმართულებითაც რომ გითხრათ ორიოდე სიტყვა რა. დიახ, პანდემიის შემდეგ, პანდემიის პერიოდი იყო, როდესაც Volt-მა უკვე გადაწყვიტა, რომ რიტეილის მიმართულებითაც დრო იყო, რომ განევითარებინა ეს მიმართულება. მეც Volt-ის გუნდს როცა შემოვერთდი, იყო ზუსტად ეს პერიოდი. მაშინ დაახლოებით 200-მდე პარტნიორი კომპანია ვყავდა, დღეს არის ათასობით. აბსოლუტურად ყველა კატეგორიას მოვიცავთ, რაც კი არსებობს. და ვყავს, როგორც უკვე აღნიშნე, ეს იქნება ქიმწმენდის სერვისი, რაღაც მაღაზიები, სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა კატეგორიის მიმართულებები, აფთიაქები, ყველაფერს აერთიანებს უკვე დღეს Volt-ი და ზუსტად ეს არის მიზანი ჩვენიც, რომ მომხმარებელმა შეძლოს აპლიკაციაში ნებისმიერი პროდუქტის შეძენა, რაც მათ მოესურვებათ, ეს იქნება საკვები თუ არასაკვები მიმართულება. ამას გარდა კიდე განვავითარეთ, გვაქვს ესეთი პროდუქტი, რაც არის Volt Plus-ი, ჩვენი ლოიალური მომხმარებლისთვის ერთჯერადად იხდიან თანხას და მე უკვე მთელი თვის განმავლობაში უფასოდ შეუძლიათ მიიღოთ პროდუქცია Volt Plus-ში ჩართული ობიექტებიდან, ეს იქნება რესტორნები თუ მაღაზიები. გასაგები, მეც დავფიქრდები მაღაზე გადმოსვლაზე. კი ბატონო, ძალიან საინტერესო პროდუქტია და ძალიან დიდ დანაზოგს აკეთებს ჩვენი მომხმარებელი, რომელიც იყენებს აქტიურად ჩვენს აპლიკაციას. თინა, როგორი არის თქვენი თანამშრომლობა მცირე და საშუალო ბიზნესებთან? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და ასევე მე თუ შეიძლება რომ Volt Market-ზეც მოგვიყვეთ რა. დიახ, მცირე და საშუალო ბიზნესებთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება გვაქვს. ბევრი კომპანია არის, როგორც რესტორნ მიმართულებით, ასევე რიტეილის, მაგალითად, რომელთანაც დავიწყეთ თანამშრომლობა და იყო თავიდან დასაწყისში ქონდათ მაგალითად მარტო ერთი ფილიალი, შედარებით პატარა ზომის კომპანიები და მე ჩვენთან ერთად გაიზარდნენ, გახდნენ ქსელური ცნობილი, ეს იქნება მარკეტების მიმართულებით თუ რესტორნების. ამ კუთხით საკმაოდ კარგი გამოცდილება გვაქვს. პლუს ამ
ამას ჩვენი account management-ის გუნდი მუდმივად მუშაობს, რომ დაიხმაროს ჩვენი პარტნიორები განვითარდნენ კიდევ უფრო მეტად, აძლევენ მათ რეკომენდაციებს, მიმართულებას, რჩევებს, რომ გაზარდონ ხილვადობა და გაყიდვები აპლიკაციაში. რაც შეეხება Volt Markets, Volt Market-ი არის სრულიად ახალი კონცეფცია, საქართველოშიც შეიძლება ითქვას, და ალბათ ყველაზე წარმატებული პროექტი ამ მიმართულებით არ გსთორებს გულისხმობ, იმიტომ რომ Volt Markets აქვს ძალიან განვითარებული საოპერაციო სისტემა, ის ადგილზე არ ემსახურება მომხმარებელს, მხოლოდ Volt-ზე არის შესაძლებელი Volt Market-იდან გამოძახება და აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე მორგებული არის ონლაინ გაყიდვებს. აქედან გამომდინარე, გამართული არის სისტემა, მიწოდების სერვისი იქნება თუ საოპერაციო მიმართულება და დღეს Volt Market-ი წარმოდგენილია თბილისში და ბათუმში და საკმაოდ შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე ესეთი წარმატებული პროექტია Volt-ის. ძალიან მაგარია და მე თინას იმართე რომ გითხრა ყველაზე ძალიან ის მომენტი მომწონს, რომ Volt-ი ეხმარება ბიზნესებს განვითარებაში. ის კი არა, რომ მარტო უბრალოდ თანამშრომლობას თავაზობს, არამედ თვითონ ამ ბრენდის თუ ამ კომპანიის განვითარებასაც უწყობთ ხელს რა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მით უმეტეს რა. სადაც სამწუხაროდ ცოდნის და გამოცდილების დეფიციტია და მართლა მაგარ საქმეს აკეთებთ რა. ზუსტად ჩვენთვის არ არის მხოლოდ პრიორიტეტული ის, რომ მაგალითად რაღაც დიდი რაოდენობის პარტნიორი კომპანიები გვყავდეს, აუცილებელი არის, რომ მე მათ დავეხმაროთ განვითარებაში, აპლიკაციაში, როგორ ქონდათ უფრო დიდი ხილვადობა იქნება, გაყიდვები იქნება და ზუსტად ამიტომ ყავს საკმაოდ დიდი ესეთი განვითარებული account management-ის მიმართულება, რომლებიც აქტიურად მუშაობენ და სულ ახალ პროდუქტებს თავაზობთ ხოლმე მსგავსი ტიპის კომპანიებს. აუცილებლად ბიზნესებმა ეს უნდა გამოიყენონ რა. რა თქმა უნდა, კი ბატონო. თინა, რა ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს აძლევთ მაგალითად თქვენ პარტნიორებს, რა, მაგალითად სიტყვაზე როგორ მუშაობს Volt Drive ან Volt Etsy. ეს ნაწილიც რო ჩავშალოთ რა. პარტნიორ კომპანიებს და არა მხოლოდ თავაზობთ Volt Drive მაგალითად ეს არის მიტანის სერვისი. მათ შეუძლიათ რომ არ აქვს მნიშვნელობა აქვთ თუ არა ვებსაიტი ან კონკრეტული აპლიკაცია, ნებისმიერი კუთხით შეუძლიათ ჩვენთან თანამშრომლობა, იღებენ შეკვეთებს, შეიძლება იყოს სატელეფონო. Facebook მაღაზიებიც რო არის ხო დაუშვათ. სოციალურ მედიაში იღებენ შეკვეთებს ან სატელეფონოდ იღებენ შეკვეთებს, არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ შეგვიძლია რომ საკურიერო სერვისი შევთავაზოთ. ანუ თავიდან ბოლომდე ამ მიმართულებას ვიღებთ ჩვენს თავზე და ჩვენ ვართ პასუხისმგებელი მიტანის სერვისზე. რაც დამეთანხმებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საქართველოში განვითარება ეს რაღაც საკურიერო სერვისის ცალკე აწყობა საოპერაციოდ საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს ხოლმე და Volt-ს დიდი გამოცდილება აქვს ამ მხრივ და ამას ზუსტად ვიყენებთ და ვეხმარებით ამ მიმართულებით კომპანიებს. რაც შეეხება Volt Etsy არის უკვე უშუალოდ ჩვენს აპლიკაციაში ვეხმარებით კომპანიებს რომ გაზარდონ ხილვადობა. ეს იქნება კონკრეტულ კატეგორიაში, აქციების დროს, ან სხვადასხვა ტიპის რაღაც პრომო აქტივობების პერიოდში, ანუ უფრო წინ გამოჩნდეს მათი მაღაზია იქნება თუ რესტორანი და ხილვადობის ზრდასთან ერთად ბუნებრივია გაზარდონ გაყიდვები. ძალიან მაგარია. რამდენად იზრდება მომხმარებლის მოლოდინები საქართველოს ბაზარზე რა და Volt-ი როგორ პასუხობს ამ მომხმარებლის მოლოდინებს დაუშვათ. რა თქმა უნდა, მომხმარებლის მოლოდინები დროთა განმავლობაში იზრდება და ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ მაქსიმალურად ფეხი ავუწყოთ და განმოვიტაროთ ჩვენი სერვისი. ეს იქნება მაგალითად გაზრდა პარტნიორების რაოდენობის და ახალ-ახალი კატეგორიების დამატება და მრავალფეროვანი ასორტიმენტის შეთავაზება, ასევე სერვისების დახვეწა, თუ კიდევ უფრო გამარტივება მიტანის, რაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლისთვის. აი ეხლა მაგალითად დავამატეთ შედარებით ახალი სერვისი არის ამანათების გაგზავნა არის შესაძლებელი Volt-ის აპლიკაციის მეშვეობით, ეს იქნება ნებისმიერი დოკუმენტი, ამანათი, ნივთი შეუძლიათ რომ გაატანონ კურიერს, რაც დამეთანხმებით ძალიან მნიშვნელოვანი არის. ხო, და ძალიან გამარტივებული არის ბევრი პროცესი. მე მგონი ბოდიში, მაგრამ B2B-სთვისაც ძალიან საინტერესოა რა. რომ გამოიყენონ ძალიან მაგარი პროდუქტია. ეს მიმართულება დიახ და ამ კუთხით მუდმივად ზრუნავთ და ვფიქრობთ იმაზე, რომ რა სერვისები დავამატოთ, როგორ უფრო განვავითაროთ ჩვენი აპლიკაცია, რომ აი ზუსტად ამ რაღაც მოლოდინებს ყოველთვის მივყვეთ. თინა, რას ნიშნავს Volt-ისთვის ინოვაცია და როგორ ინარჩუნებთ აი ამ სწრაფ განვითარებას საკმაოდ ისეთ კონკურენტულ გარემოში?
ხა თვითონ ვოლტი თავისი კონცეფციით არის ინოვაციური, ეს ყველა პროდუქტი, რაზეც საუბრობთ ახლა არის პრინციპში ზუსტად ამ ყველაფრის გამოძახილი. ეს იქნებოდა რაღაც რითეილის მიმართულების განვითარება პანდემიის პერიოდში, თუ აი ახალი სერვისები, რაც უკვე ახსენე ამ სერვისების დამატება და განვითარება, ყოველთვის ვოლტისთვის პრიორიტეტული არის, რომ ინოვაციური მიდგომები გქონდეს და კიდევ უფრო მეტად გაუმარტივოს ყოველდღიურობა, როგორც ჩვენ პარტნიორ კომპანიებს, ასევე ჩვენს მომხმარებლებს. ამ კუთხით ზუსტად მთავარი, რასაც ვაკეთებთ და რაზეც ვმუშაობთ, არის ახალი სერვისების დანერგვა, განვითარება, ახალი პროდუქტების, ასევე აპლიკაციაშიც აი ბევრად გამარტივება, რა თუ დაგვერდებით, ახლა ჩვენი აპლიკაცია სულ უფრო და უფრო ვითარდება და მეტად უფრო მარტივი არის ხოლმე, როგორც მომხმარებლისთვის, ასევე ჩვენი პარტნიორებისთვის. და ზუსტად ეს ინოვაციური მიდგომა გვეხმარება ამაში, რომ ეს ყველაფერი წარმატებულად გავაკეთეთ. ძალიან კარგი. და ბოლო კითხვა მაქვს რა. თუ შეიძლება, რომ მითხრათ მომავალი წლის გეგმები როგორი არის ვოლტისთვის საქართველოში, ოღონ რა თქმა უნდა თუ კონფიდენციალური არ არის რა. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი პარტნიორი კომპანიის რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ და მაქსიმალურად მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს, ასევე კიდევ უფრო მეტად დავხვეწოთ სერვისი, როგორც პარტნიორი კომპანიებისთვის, ისე პარტნიორი კურიერებისთვის. კიდევ გვაქვს ახალ-ახალი სერვისები, პროდუქტები, რაზეც ვმუშაობთ, აი მაგალითად ცოტა ხნის წინ დაგვემატა Storefront-ი, ეს არის ონლაინ გადაწყვეტა ჩვენი პარტნიორი კომპანიებისთვის, ონლაინ მაღაზიის გადაწყვეტა, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ შეუძლიათ საკუთარი ბრენდის სახელით გაყიდონ პროდუქტები და საოპერაციო მიმართულება იქნება ეს ლოჯისტიკა, ყველაფერს ვოლტი იღებს საკუთარ თავზე. ანუ აქამდე თუ მხოლოდ საკურიერო სერვისს თავაზობდით, ეხლა უკვე ონლაინ მაღაზიის შექმნა იქნება ეს თუ საოპერაციოდ გამართვა ამ ყველაფერში შეგვიძლია რომ დავეხმაროთ. რაც დამეთახოვით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სერვისი გაგიკეთებთ. კი, ამ კუთხით საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს Volt-ს, ბევრი წელია რაც უკვე ოპერირებთ და არა მხოლოდ მიტანის სერვისს, უკვე ამ მიმართულებითაც ვეხმარებით ჩვენს პარტნიორ კომპანიებს. კიდევ სხვა ბევრ საინტერესო პროექტზე მუშაობთ და მუდმივად გსურს რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ჩვენი ბიზნესი და უფრო მარტივი საიმედო სერვისი შევთავაზოთ როგორც მომხმარებლებს, ასევე პარტნიორ კომპანიებს და პარტნიორ კურიერებს. ძალიან მაგარია, ძალიან დიდი მადლობა თინა და მინდა რომ ბევრი წარმატება გისურვოთ ამ ბაზარზე. მადლობა დიდი ლადო და ასევე წარმატებები. მადლობა თქვენ.